აი ადამიანი ესეთი რომელიც არ იღლება სხვის სიყვარულს და შეუძლია რომ აი უხვად გასცეს ჩვენი უწმინდესი და უნეტარის კათოლიკოს პატრიარქი რომელიც მე არ ვიცი ხა რა უნდა დაცავს ალბათ ჩვენ ვარ არ ვიცი ყველას ყოფნის რაღაცნაირად და აი ეს მამო აი როგორ მიაღწია ამ ადამიანმა თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ იმიტომ რომ მეც მინდა რომ იმის მეათასედი მაინც რაღაცნაირად მესიზმრებოდეს მაინც იმას ისეთი სიყვარული რო აქვს აი ეგეთი სიყვარული იმიტომ რაღაც ოცდები ხოლმე თუნდაც სასულიერო პირებისგან მამო ისეთ რაღაცას მეტყვით ხოლმე ისე გამახალი აი სიცოცხლის ხელახლა შემძენები ხართ რაღაცა სხვა მადლის მატარებლები ხარ და ჩემთვის ხა რო არ არსებობდეთ ალბათ მე 1000 წლის მკვდარი ვიქნებოდი იმიტომ რომ მაგით სუნთქავ მე თუ საქართველოში რამე მიხარია ის რომ არსებობს ჩვენი ეკლესია და აი თქვენ რო არსებობთ სასულიერო პირები უბრალოდ აი შეიძლება ეგოისტურად ვამხარ აი მართლა აი მოძღვრები იმაში ვიცი ყველა რაღაც ჩემთვის მინდა ისე რომ აი რაღაცა გულში ჩაგიკრა და ჩვენი პატრიარქიდან დაწყებული თუ შეიძლება მომო აი ამას როგორ უნდა ჩვენ სხვა ადამიანებსაც ხო შეგვიძლია ის რომ გავაკეთოთ ხო როგორ შეიძლება რომ აი ამას მივახციოთ იმიტომ რომ ერის ხალხიც არიან წმინდანები ხო სიტყვაზე აი როგორ შეიძლება მომო თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით იცით რა თქმა უნდა ჩვენი პატრიარქის მოვლენა მე ესე ვიტყოდი რა აი როგორ გაუჩნდა ესეთ სიყვარულის უნარი ისე დაუბრუნდები ერთად დავიწყო ეს არის ღვთის დიდი წყალობა მაგრამ ამ წყალობას დამსახურება უნდა და დანახვა ხო არის მამო დანახვა აი ხა ჩვენ თვის როგორი დაფარულია მაგალითად აი პატრიარქის ლოცვითი მხარე მოწყალებითი მხარე აი რა რთული გზა გაიარა ცხოვრებაში როგორ იმუშავა საკუთარ თავზე მე აი ხშირად მომისმენია ის მისი ოჯახის შესახებ როგორი გარემო იყო სადაც ის აღიზარდა ანუ მე რა მინდა თქვა რომ ეს სიყვარულის უნარი სითბოს გაცემის უნარი ის რომ აი წლები გადის და რამდენი ვთქვათ თუნდაც პოლიტიკოსი წავიდა რა არენიდან და პატრიარქი არის ავტორიტეტი რომელსაც ვერ არყევს ქარიშხალი აი ამ შემთხვევაში მე ესე ვიტყოდი რომ ალბათ აღზრდა საკუთარ თავზე მუშაობა დიდი ლოცვა ასკეტური გამოვლინებები აი ეს არის ის საფუძველი რის გამოც უფალმა მომადლო მას აი ესეთი სიყვარულის დიდი უნარი და სითბოს გამოჩენის. ანუ ლამაზი თვალებისთვის უფალი არ მოგცემს. იმისთვის რომ კიდევ მეორე აი ესეთი უნარი მოგეცეს სიყვარულის ამისთვის არის ძალიან დიდი გზა გასავლელი სულიერი სულყოფის კუთხით. და ეს გზა გაიარა პატრიარქმა. აი როგორ გაიარა რა მხარეები აქვს ეს არის ალბათ დიდი საიდუმლო რომელსაც საკმარისად ხო ნელია იგი რო გაშიფრო და სრულფასოვნად ახსნა. დიახ, მამო, მაინტერესებს რომ აი ეხლა უწმინდესი ყოველთვის ვისთვისაც ყოფილა საჭირო ყველას ყოფნის. ჩვენ გვაქვს ხოლმე აი თვითკმაყოფილების ესეთი ის რომ მიხვალ 1-2 ადამიანს სიტყვაზე იქ სამოტყოფო იქნება თუ პანაშვიდი რაღაცა მოივლი და მოხვალ სახში მოიცარა იმენი გავაკეთე ეხლა ისა. ანუ ეს ხო მაინც სიკეთე ხო მაინც აი ღმერთი ხო უსასრულოდ უნდა აკეთო ხო? მაგრამ შენ რაღაცა უსვათ კმაყოფილი ხდები ამ პატრიარქი დღე და ღამე ამას სიკეთეს აკეთებს არ იღლება ღამის 3 საათზეც და სულ ხო სულ ლოცვაში არის და სულ სიკეთეს აკეთებს. როცა არ უნდა დაგჭირდეს სიტყვაზე და აი ეს მამო ადამიანს რატო აქვს ეს ისუსტე რომ რაღაცა ბოროტი ატყუებს თუ რა ხდება რომ აი სიყვარულსაც მოგადგა რა ვიღაცა აი კარი გამიღე მცივა და მოიცარა მეზარებას ან მიხურე ფანჯარი რაღაც უკვე გეზარება ეს აი ეს მამო რატო არის ხოლმე თვითკმაყოფილების ის უნარი გაქვს რომ მათ ხოვარს 20 თეთს მისცემ და გონია რომ შეო იყიდე უკვე სასუფეველიც ყველაფერიც და უნდა წახვიდე ტკბილა დაიძინო იმიტომ რომ რაღაცა მამო იმასაც წყალში ყრი იქ რო ჩერდები თითქოს ესე მგონია და აი რატომ არის ხოლმე მამო ანუ მეტი აღარ შეგვიძლია თუ უბრალოდ ბოროტმა მოგვატყუა და არ გვინდა დავინახო და ღმერთს კარგავთ და თვალდახელშუა გვიქრება ღმერთი იცით რა ალბათ თითოეული შემთხვევა უნდა გაანალიზდეს დიახ ну ბოროტის გვატყვილებს და ისედაც თანამედროვე ადამიანი უფრო როგორ გითხრა იცით კომფორტის ზარმაცია კომფორტის მონადა ზედმენდა თავს არ აიდგიებს მე ესე ვიტყოდი აი მამაპაისი ვახსენე მე და ის მახსოვს ეს რომ სიკეთე მაშინ არისო დასაფასებელია როცა ადამიანი რაღაცას გაიღებს მაგალითად სიმშვიდესო ძილსო როდესაც ღამე მიდიხარო სხვასთან და გამოძინებულია უკვე არა ეს სხვა ნაირად ფასობს და სხვანაირად ფასობს, როდესაც დაღლილე მიდიხარო და მისთვის ღამეს ატევ. მე მახსოვსო აი ესეთ რაღაცას ამობს ეს დიდი წმინდა მამა რომ ჩემთან რომ მოდიოდნენ, აი თეაქარი მაწუხებდაო
მიკაკუნებდენო კარებზეო, გავდიოდიო და თან მესაუბრებოდიო, თან თითქოს გნობდიო, თან ეს თიაქარი მეჭირაო, რომ ასე ვთქვათ, ზედმეტად არ შევწუხებული იყავიო და არ ვაგრძნობინებდიო, რომ ესეთ მდგომარეობაში ვიყავი. ანუ ეს კაცი მიუხედავად იმისა, რომ ავად იყო, ტკივილი აწუხებდა, მაინც მომსვლელს თანყვებოდა, ესაუბრებოდა, სულიერ რჩევებს აძლევდა და მე რომ მიდიოდა, არა, მე აი ტკივილისგან ვიკეცებოდიო. მაგრამ ეს როგორ გითხრათ, იცი, მისი ესეთი მოწამეობრივი ცხოვრება ეს უცებ კი არ გახდა ესეთი, არამედ მიეჩვია ეს ადამიანი თავდადებას, მოყვასისთვის. ტკივილის გაძლებას, გძილის მოკლებას და ასე და ასე, მე ესე ვიტყოდი, მაგრამ დღევანდელი ადამიანი არის სხვა ჩამოსხვა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს არის კიდევ მეორე კომფორტის მონა, როდესაც ზედმეტი არაფერი არ უნდა რომ სხვისთვის გაიღო. ნუ სამწუხაროდ რომ მოიტანა ეს, რომ ძალიან შეიცვალა ადამიანის ფსიქიკა და მე ესე ვიტყოდი, რომ ალბათ გარკვეულმა ძალებმაც თავისი როლი შეასრულეს, რომ ადამიანი გადაგვარებული იყო. ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემი აზრი ეს არის, რომ რაღაც ნახტომისებული ცვლილება მოხდა თანამედროვე ადამიანში. აი კიდევ მეორე ეგოიზმის, არასიყვარულობის კუთხით. ცოდვამ დაამახინჯა, ხო? ცოდვამაც რა თქმა უნდა დაამახინჯა და ყოველ შემთხვევაში ძალიან ისეთი რთული ვითარება ამ თვალსაზრისით. დიახ, მამო, აი ბევრ ადამიანს შეიძლება აინტერესებდეს და მართლა აი არ იცოდეს უბრალოდ, რომ აი ის თქვენ რასაც ამბობთ, რომ აი ვიღაცისთვის კომფორტი არის, რომ არავის არ დაეხმარება, უბრალოდ თავის ჩაიკეტება, თავის ცხოვრობს, მუსიკებს უსმენს რაღაცა და არავის არ ეხმარება, უბრალოდ თავის გარდა გონია, მაგრამ აი როგორ შეიძლება მამო, სხვისი დახმარება, სხვისი სიყვარული ჩვენ გავიხადოთ კომფორტად. ეხლა მე არ ვიცი ამაზე დიდი სიმდიდრე და ვის არ უნდა უნდოდეს ეს, ხო? აი ხო არის რაღაც იარაღები, რომ აი სხვისი კომფორტი იყოს, შენი კომფორტი, როცა შენ ეხმარები მას, მისი გულისთვისო ცხოვრობ და ასე შემდეგ. თუნდაც ის შვილი იქნება თუ რაღაცა, ხო? სხვაგან თუ იქნება ბედნიერი, გაუშვი და გაახარე, ხო სიტყვაზე. აი ეს მომენტი, აი ეს კომფორტად, აი იმ ეგოიზმზე მივედი ისე იმ თემასთან თავიდან რომ დავიწყე და თუ შეიძლება მამო, აი როგორ უნდა მივიდეთ ამ დონემდე? ისეთ რა არის, აი სწორედ ეს არის, რომ საერთოდ ყველაზე კარგად ადამიანის არსებობას ქრისტიანობა აშუქებს. მე მახსენდება ერთ-ერთი მონასტრის წევრის აღსარება, სადაც ლაპარაკია, რომ აი წმინდა წერილში ნათქვამია, გიხარობდნენ მასთან ერთად, ვინც ხარობს და იტირეთ მასთან ერთად, ვინც ტირის, ანუ ვინც უხარებაში ჩვენო ხშირადო საწინააღმდეგოდ ვიქცევიო, სხვისი ბედნიერებაო, სხვისი კეთილდღეობაა შურს იწვევსო ჩვენშიო და სხვისი უბედურების ხშირად განეგულად სხვას თანაუგრძნობთო, მაგრამ შინაგანად ბოროდად გვიხარიაო. ისეთნაირ ამაზრზე თვისებებს დაინახა ადამიანი საკუთარ თავში. და მე რა მინდა ვთქვა, რომ აი სწორედ ხშირად სხვისი, ასე ვთქვათ, არაკეთილდღეობა სიხარულს იწვევს სამწუხაროს ადამიანში და როცა რაღაც წარმატებებს მიაღწევს, კი არ ამჟღავნებს კაცი, მაგრამ კიდევ მეორე დიდი შურისგანს და იჩენს საკუთარ თავში. იჭერს და ალბათ როგორ გითხრათ, იცით, იმისთვის რომ რაღაცნაირად შემოვიდეს ეს უნარი, ამ კუთხით მუშაობაც არის საჭირო. მე კერძოდ რას ვიძახი, რომ აი მაგალითად, როდესაც ბავშვი გინდა ქრისტიანულ ცხოვრებას შეაჩვიო, რა, იქ აჩვევ მოწყალების გაღებას, იქ აჩვევ ლოცვას, იქ ნელ-ნელა აჩვევ მარხვას და ადამიანიც ალბათ ეგრე არის მოწყობილი. კერძოდ რას ვიძახი, აი რამდენჯერ დამიფიქსირე საკუთარ თავთან, რომ აი დამზარებია, ვიღაცა ავად არის. ვიღაცა გაჭირებულია, გადამიდია. მე მომრევი ვარ საკუთარ თავს, მივსულ ვარ და იმხელა სიხარული მიგზნია და ისეთი სიამოვნება რომ მოვერიე საკუთარ თავს და წავედი და ვინახულე. და მე ესე ვიტყოდი, რომ ალბათ ესეც სულ გარკვეულ კუთხით ვარჯიშს საჭიროებს, რომ უნდა აიძულო საკუთარი თავი, რომ იარო იქ გაჭირებულთან, იარო იქ საავადმყოფოში, შეხვიდე ციხეში თუ საშუალება გეძლევა. და აი ამ შემთხვევაში გული უფრო თბება და უფრო მოწყალე ხდები სხვისი ჭირის გაზიარების კუთხით. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მამო. თუ არის ის მომენტი, რომ აი ძალიან 3 წუთი დარჩა სამწუხაროდ და თუ არის ის მომენტი, რომ აი ადამიანი, რომელიც გიყვარს, თავისუფლად შეიძლება გაუშვა, ან ნებისმიერ რამე ნივთი იქნება ეს თუ რაც არ უნდა იყოს, მამო, ის მომენტი თუ შეიძლება გამოვიყენოთ ამის და
ამის ადვილად შესაგვებლად, რომ შეიძლება ადამიანმა თავისი თავი უღირსად ჩათვალოს იმისა, რაც გააჩნია. თუ შეიძლება აი ეს დასკვნა თუ შეიძლება აი ამ მთელი თემიდან გამოვიტანოთ, იმიტომ რომ არის კიდე გადადიხარ იმაში, ვაიმე რა უღირსი ვარ და უკვე რაღაცა ღვთისმობაში გადადიხარ და საზიზღრობაში და არის ის მომენტი მამაო, როცა ამბობ რომ უბრალოდ მე არ ვარ ამის ღირსი და თუ იყო ჩემთან წავიდა რაღაცა, მალოვა ღმერთს კიდე ის რომ რაღაც აი თვითკმაყოფილება იმ ცოტათი მამაო, როგორ შეიძლება, იმიტომ რომ ბევრს აწუხებს ეს პრობლემა და ძალიან ცუდად მთავრდება მათი ის და შეიძლება რომ მამაო ადამიანმა იფიქროს, აი მე არ ვარ ღირსი, რომ სიტყვაზე იმას უყვარდი ან ამას და კი კმაყოფილდებენ. დიახ. ცით რა მე ესე ვიტყოდი რომ საერთოდ ქრისტიანული კუთხით ყველაზე ჯანსაღი ხაზი არის ზომიერება. დიახ. არასრულფასოვნების კომპლექსის მომხრეც არა ვარ მე ესე ვიტყოდი რა. ანუ როდესაც ზედმეტად ითრგუნავს საკუთარ თავს რომ ღირსი არა ვარ, აქ შეიძლება როგორ გითხრა ღვთისსაწინააღმდეგო ძალის დიდი სამუშაო გაჩნდეს, ანუ წახვიდეს სასარგებლობისკენ, დეპრესიისკენ. ესე ვიტყოდი. ეს ხელოვნურად კი არ უნდა გამოიწვიო, არამედ ბუნებრივად უნდა მომწებდე. მაგალითად, წმინდა მამები უკანასკნელ ადამიანად თვლიდნენ საკუთარ თავს. რატო? იმიტომ რომ იმდენად კარგად აანალიზდებდნენ საკუთარ ადამიანურ ბუნებას და ბევრ ხარეს ხედავდნენ საკუთარ არსებაში, რომ აქედან გამომდინარე, მაგრამ როგორ გითხრათ, იცით, აი აქ სწორედ ალბათ მე ესე ვიტყოდი, რომ ჯანსაღი მოძღვარი ამ კუთხითაც უნდა წავი, როცა ხედავს, რომ ეს არის გადამეტებული. ანუ ადამიანს ეს უბიძგებს დეპრესიისკენ, სასარგებლობისკენ არა, უნდა ალაგმოს ეს და პირიქით, აი ქრისტიანული კუთხით მაგალითად თერი გვითარებაში პირიქით აქებ ადამიანს. არის ესეთი ხერხი, როცა ხედავ რომ კაცს ზედმეტად ყურები აქვს ჩამოყრილი და მიდის დეპრესიისკენ, არა, მის კარგ თვისებებზე მომახვილებ ყურადღებას, რაც კარგი გაუკეთებია. ანუ მე რა მინდა ვთქვა, რომ შექებისკენ გიბიძგებს ზოგჯერ სიტუაცია, როდესაც ხედავ რომ ადამიანი აი ზედმეტად ითრგუნავს საკუთარ თავს. ასე რომ აქ სიტუაციური ანალიზი არის საჭირო. მთელი შემთხვევაში აი რაც გითხარით, ეს არის გადამეტებული და არაჯანსაღი აი ეს საკუთარი თავის არასრულფასოვნების რაღაცნაირად გაღვივება საკუთარ თავში. ღრმეს მადლობას მოგახსენებთ. მოგზაურობისას სამწუხაროდ დრო ამოიწურა და ძალიან გული მწყდება და თუ შეიძლება შემდეგში აუცილებლად აი ამ უღირსობის გზნობასთან დაკავშირებით ძალიან გადაზედმეტებულად რო ვიცით ხოლმე მამაო, აი ამასთან დაკავშირებით მინდა ვისაუბროთ თუ მოგზანდებით კიდე აი ძალიან გაგვახარებთ და უღრმესი მადლობა დაგიკავშირებით კიდე მამა დავით ციცქიშვილი გახდა ჩვენი სტუმარი. რა ვიცი მამაო, თუ შეიძლება რომ რავი ბავშვები ყველა თუ დალოცავთ აქედან ვისაც უჭირს დღეს ერთმა დაალოცოს და გააძლიეროს და უფლის წყალობა ნუ მოაკლეს. აი ამ წყალობას უნდა დამსახურება, პირდაპირ უნდა ითქვას. და ეს როგორ გითხრათ, ისე ჯანსაღად გვეცხოვროს ჩვენ, რომ ეს წყალობა უფრო და უფრო გამრავლებული იყოს. დიახ, დიდ მადლობას მოგახსენებთ მამაო. იქით სამშაბათს საღამოს 9:00 დაგიბრუნდებით, მე კი გახლით გიორგი დარასელია, კარგად ზანდებოდეთ დროებით.